Tevşenis კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გრძელდება. მორიგი ფეხით მსვლელობა გაიმართა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე პროტესტის მონაწილეები სახელმწიფოსგან მკურნალობის დაფინანსებას და იმ თანამედროვე პრეპარატების საქართველოში შემოტანას ითხოვენ, რომლებსაც მშობლების განცხადებით დაავადების პროგრესის შეფერხება, ასევე სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. Tevşenis კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით ქვეყანაში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი აქცია უკვე ღია ცის ქვეშ გრძელდება 20 დღეზე მეტია უკვე, თუმცა უშედეგოდ არავინ არ გვეხმიანება, თითქოს არ არსებობთ ჩვენი შვილები. ჩვენ ამ ბრძოლაში სადამ გამოვიდოდით გარეთ, იქამდე 2 წელი ვიბრძოდით კარებს მიღმა. დაავადება არის რთული. Tevşenis კუნთოვანი დისტროფია შვედ დაავადებებში ერთ-ერთი ურთულესი დაავადება, რომელსაც არ აქვს დრო. 21 დღეა უკვე ქუშაში ვართ გამოსული გამწარებული მშობლები. Აი როგორია რომ ამ ბავშვების წინ დგავართ და ვსაუბრობთ ამ დიაგნოზზე. ეს დიაგნოზი არის მკვლელი დაავადება და ბავშვი, რომელსაც აქვს ეს დიაგნოზი, ისმენს ამ ყველაფერს, გვიწევს ბავშვების წინასწარ თქმა, თუ რასთან გვაქვს საქმე. 2 დღის წინ უკვე ინგლისმაც აღიარა დიდმა ბრიტანეთმა ერთ-ერთი მედიკამენტი, ჯივინოსტად, რომელიც ყველაზე შეიძლება იყოს მიწოდებული ყველა ბავშვს, ძალიან დიდი სიახლეა, ძალიან დიდი იმედია ჩვენთვისთან. ესე დროს ჩვენ ვერ გავჩერდებით მონებრივია, ვერ დავკარგავთ ვერცე დღეს, ოდესაც ჩვენ ბავშვები გვიყურებენ, ბავშვები ხედავენ, ბავშვები ელოდებიან ჩვენგან შველას. ამიტომ ის ნარატივი, რომ თითქოს ერთი მედიკამენტია, თითქოს მკვლელი მედიკამენტია უკუჩვენებებით, თითქოს 3 მილიონია და თითქოს რადგანაც ევამ არ აღიარა, ამიტომ არ უნდა მივიღოთ, ეს დაუშვებელია, მიუღებელია. 4 მედიკამენტია, შეიძლება გადანაწილება ბავშვების ისე, რომ ფასებიც იყოს მინიმალური.